მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და ეთერშია მადის აღამძვრელი პოდკასტი. რაც შეეხება ჩემს YouTube-ს, აუცილებლად როგორც ყოველთვის უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, იაქტიუროთ და გვადევნოთ თვალყური. ჩემი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ნატალია ყიფშიძე. გამარჯობა ნატალია, როგორ ხარ? ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად დღეს. მადლობა რომ მომიწვიეთ. სანამ სხვადასხვა თემაზე გადავალთ და ვილაპარაკებთ, ჩემი მეგობარი კომპანიები მინდა რომ გაგაცნო, ეს არის Fizzy Georgia, შუშხუნა სასმელების დასამზადებელი არომატები და აპარატი, ერთ წამში გაზავს წყალს, შეურევს соусებს და შეგვიძლია მიიღო ესეთი სახში დამზადებული ლიმონადი. თან ეხლა საგაზაფხულო სეზონისთვის აქვს აქციები და აუცილებლად მიწერეთ Fizzy-ს Facebook გვერდზე. ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდიან. ასევე ბომბბარი პრემიუმ ხარისხით დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები და ფაფინა ფინეთში გაზრდილი შვია დამზადებული საქართველოში. ჩემს ოჯახში სუჭამთ შვიას. ხო, აი მაინტერესებდა მიმართულებით, შენ თუ მიირთმევ და აი თან შეუძლია რომ რაღაც დაამატო რაღაცეები და გაამრავალფეროვნო. მე აი ახლახანს დავიწყე შვრიის ჭამა, რადგან ჩემ მეგობარს ძალიან უყვარს და ხო. სუმეუნება რომ მოდი ჭამე და ახლა მეც მიყვარს. მანამდე არ მიყვარდა, რაღაც ბანანი და რაღაც ეგეთ მიყვარს ამათ. ხო, და ძალიან გემრიელია რა. თაფლითაც, ხო, ნუ ახლა ძალიან კაია, რომ თან განაყრებს და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სადილამდე მოკლედ იდეალური საუზმეა. კი, თან სწრაფი. კი. რაც ყველაზე კარგია. მოკლედ, ეხლა ჩემი პოდკასტის თემატიკიდან გამომდინარე, დიდხანს რო აღარ დავაყოვნოთ, ნუ სინჯავ ჩემი სტუმრის საყვარელ კერძს. რა თქმა უნდა, ხა ბევრი კერძი შეიძლება გვიყვარდეს, მაგრამ შენგან როგორც გავიგე, ნუ აზიური სამზარეულო და სუში გვაქვს დღეს. კი, ბევრი რაღაც მიყვარს, მაგრამ აი სუში არის ის, რაზეც უარს ვერაზოს ვერ ვარ. ხო. აი შეერი არ ვარ მაინც. უარს ვერ ამბობ რა, ნამდვილად. ხო და უკვე მოვიდა ჩვენი სუში, თუ შეიძლება რომ შემოგვაწოდოთ. ძალიან საინტერესო სახელი აქვს თქვენს პოდკასტს. მადლობა, დიდი. მომწონს. მადლობა. ჰოკაიდომ გამოგვიგზავნა, აი ეს საუკეთესო უგემრიელესი სუში. ჰოკაიდო. ჯერ არ გამისინჯავს. მდებარეობს ადამისკევიჩის 23 ნომერში. და შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალფეროვანი საინტერესო სუშები და მე ვგიჟდები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სუში გამისინჯავს სხვადასხვა კვების ობიექტის, თუმცა ახლა ეს ერთ-ერთი გამორჩეულია და რაღაც სხვა გემოზე ჯდება. ამიტომ მინდა რომ შენც თან თუ არ გაგისინჯავს აქამდე. არა, აქამდე არ გამისინჯავს ეს. დააგემოვნე. ზოგადად ყველაზე კარგი სუში რაც ცხოვრებაში მიჭამია იყო ბუდაპეშტში. გამიკვირდა. მანდიყო, მაგრამ ხო რო არეულდები თითქოს იქ რომ კრისტის დაბადების დღე იყო დედაჩემის და წავედით ბუდაპეშტში და მახსოვს თხოვა რომ აქ გამიგია რომ რაღაცნაირი ავთენტური რესტორნები არსებობს, ასეთი პატარაო და არა ძალიან გაპრანჭული და იქნებ იპოვო და ვნახე რაღაც რესტორანი მართლა გენბეი ამ ხელა იყო სლური ადამიანი მუშაობდა, მაგრამ აუცილებელი იყო რეზერვაცია, იმიტომ რომ მარტო იმდენ ადამიანზე მოქონდათ. თან ძალიან ბიუჯეტური იყო. და რა შევედით, მართლა გენბეი ეგეთი ფრეშ სუში არაზოს არ გამისინჯავს და დედაჩემის დამეთანხმა. ამიტომ აღმოჩნდა რომ კაია. ხო მეგონა მაგათაც რაღაცნაირ ისეთ ადგილას გავსინჯავდი ყველაზე კარგ სუშის, რომელიც ზღვის პროდუქტებით სავსე ქვეყანაა. მაგრამ ხო, ნუ აი მანდ იყო ყველაზე კარგი ეგრე მგონია. ხო, რაღაც მოულოდნელი აღმოჩენა. და რა არის შენი საყვარელი საჭმელი? სუში რა თქმა უნდა, მეც ძალიან მიყვარს. სუში მიყვარს ძალიან და იცი რა ბავშვობიდან შემწარი კარტოფილი. გიჟდები. წითელ ყემალთან ერთად? ხო, მჭადი და ყველი. რა თქმა უნდა. შენ იცი კარგად კარტოფილს სამზადებ? მე ძალიან ცუდად მომზადებ საჭმელებს. ძალიან კარგ ომლეტს ვაკეთებ. ხო, ნუ ახლა ეგეც ძალიან კარგ ომლეტს. რამეს უშვები დაამატები. მეგობარმა მასწავლა ეგეთ რაღაც რომ ანუ რო აცხელებ ტაფას და ნუ რა თქმა უნდა კარაქში ვწვავ. მომზადებული მაქვს გვერდზე კვერცხი ათქვეპელი ცოტათი მარილით, გვერდზე მიდევს ან პარმეზანი ან გაუდა ან სულგუნი, რომელი ყველიც მაქვს მაგ დროს მზად მაქვს და აი ტაფაზე რო ვასხავ, თან მიჭირავს ეს სახელური და ისე ვაკეთებ, რომ აი არ დამზადებული კვერცხი ესე გადმოვასხარო, ანუ აი ესე შვები და ძალიან სწრაფად ვიღებ, ანუ
თოხლოსავით არის? არა, ანუ აი ძალიან შემწვარი არ არის და უკვე გემრიელია. ხო, ანუ ცოტა რბილად. კი, და მე ყველი ესეთი. და ჩადნება ეს ყველიც აშკარად. მაგ ბავშვებიდან მახსოვს ბებო აკეთებ და ეგეთი არ გამომდეს. საფულეს ეძახდა შიგნით სულგონი იყო და აი ესე კეცავდა და რო ჭრიდი მე აი ამაშვებ აი მე ძალიან კაიღო. ეგ არ გამომდეს. ძალიან იწვება მაგ დროს და ვერ დავამუღამე ჯერ. ბევრჯერ ცადეაბა და უნდა ვცადო. ხო, იმიტომ რომ მე დააპრაქტიკებ. შეგასინ ჯერ არ გაგისინჯა. ჯერ არ გამისინჯავს, გელოდებოდი. მადლობა. რომოს მოდი ამით დავიწყოთ. კაი, მიდი. ფილადელფიათი დავიწყოთ. ეს გამოცხადის სამყაროს, მაგრამ და ერთი რაღაც გავსინჯოთ ერთად. ხო, მართალი ხარ. მე ხელით ვღებ ბუდიში. არა, უშავს. კაიცა. ძალიან უყვარ. მადლობა. მოდი სანამ გავაგრძელებთ. ხა ლიმონადიც გავამზადოთ. და შენ მინდა რომ დამეხმარო ამ ლიმონადს გაკეთებაში, შენ რომელი соуსი გინდა? პინაკოლადა. მაშინ სანამ მაგას ავიღებთ, ჯერ პირველ რიგში ჩააჭირე კარგად. ამას. და არ გაუშვე ჯერ, ხო? და ჩააჭირე კარგად. მიდი კარგად ჩააჭირე. აი ესე. ჯაუ. მგონია თავი ეს უოლტერ ვაიტი. ქიმიური ლაბორატორია. კი. აბა ეხლა რა ხდება? აი. ახე, როგორ დაიგაზა, უკვე წყალი და მოდი სანამ წყალს ჩავასხამ, პინაკოლადა соуსი ჩავასხა ჭიქაში. აი, ცოტა ჩავასხა ესე. აი, ამდენი ჩავასხეთ. და ახლა დროა დაგაზული წყლის. მომაწოდე? ერთი წამი. ძალიან სახალისოა. გაგვიმარჯოს. და შენ პოდკასტ გავუმარჯოს. მადლობა. ემდელია. ძალიან კარგი გემოაქვს ამას. პინაკოლადა მომინდა, იმიტომ რომ ჟოლო, ну კი მიყვარს ჟოლო, მაგრამ აი ეგრე არ მიყვარს. ხო. მე მეგონა რომ ეს უფრო მომეწონებოდა. ხო. გაამართლა მე მგონი. აი რა არის ის პროდუქტი, რაც აუცილებლად უნდა გქონდეს სახლში? სამი რო თქვა? თქვი სამი, ხუთი თქვი. არა, სამი მაგ. და სულ უნდა იყოს. პარმეზანი, ყველაფერს უხდება. ჟავე კიტრიაღონ პატარები როა. და კვერცხი. ანუ ეგ თუ მაქვს, შერი არ ვიქნები. ხო რა, ამ ყველაფერს მიქს გააკეთებ, და გიждდები. ხშირად არის ხოლმე. ხო, კი. ხშირად არის ხოლმე, რომ აი ფიქრობ რა ვჭამო, აი რა ეხა დღეს რა მინდა თუ ეს ინგრედიენტები გაქვს? აი ჭადის ფქვილიც თუ არის და კარაკის თუ არის, არაფერზე არ ვდარდობ, მართლა ვიწყებ ყველაფრის გაკეთებას. თან რაღაც რაც დამოუკიდებლობა დავიწყეთ, ჩემთვის სხვანაირი ისინი არა, აი ბებო ყოველ დღე არაკეთებს ახლა კერძებს ჩემთვის და დღესნაირი უცნაური არის. და შენც მოგწონს მე მგონი, იმიტომ რომ ესე ხარ. ეს ფუსფუსი. ხო. და მე ზამყრას დაალაგება სახლის და ყველაფერს კრიალებს და აი დღეს მაგალითად და მაგარი თერაპია რა. ხო, აი დილით გავედი საქმეზე, დავბრუნდი, მეთქი რაღაცას მოვიმზადებ, მივირთვით ან რაღაც სარეცხი გავრეცხე და რაღაც პონტია რა. დიდი სახლის პატარა დიასახლის. აუ ხო, ძალიან საყვარლობა. რაღაცა ეგრეა რა პატარა. მაინტერესებდა. ხო. და უკვე რო შენ ვითავსებ და უკვე ისე რო ხარ რა, ანუ დიდი გოგო ვარ უკვე. ხო, აი 24-ის ვარ ახლა, 25-ის ხდები და ვინმე რომ მეცნობა და მეთქი რამდენი წლის ხარ 20 წლის და მე ტოლები და უბრალოდ რომ არ ვარ ტოლები და ვერ ხვდები რა არის ეს და რაღაც ვერ ვიგებ, ხო, აი ვერ შევეგუე. რო იზრდები თუ აი ვერ ხო, აი დრო გამალე გავიდა რაღაც. აი 5 წელი დიდი ვარ 20 წლის ადამიანზე და ვერ ვიგებ ამ ამას. ჩემი ტვინი ვერ იგებს რა. ხო, უცნაურია მაგრამ. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბავშვური ვარ გულით და მინდა რომ ესეთი ვიყოს უბრალოდ. აი დრო ცოტა უცნაურია. დედა ჩემ ასაკში უკვე 1 წლის ყავდი და ხო, უკვე ხო, მაგას ვადარებ. უკვე სხვანაირად. ხო. მართალი ხარ. ხო, ეგ უცნაურია ძალიან. ახლა მე მყავდა შვილი 1 წლის. ხო, და უცნაურია კი. ძალიან მაგარია, მაგ მხრივ ძალიან მაგარია, რომ უკვე შვილი ყავს პატარა ასაკში. მე 28-30 წლის ასაკში მინდა. რაღაცნაირად ტვინში არ ვიცი რატომ, მაგრამ მე ეგრე მინდა. ხო. სახლში ისე ვისთან გაქვს ყველაზე კარგი ურთიერთობა? აი, უფრო ხარ ზუდარწმუნებული რომ ყველა გიჭერს და ყველას უყვარხარ რა, აი. ლენუკა, მამიდა ჩემი. ხო. მე საიდუმლე და რაღაც ეგრე. ყველაზე ახლოს ლენუკასთან ვარ.
ხო. გიჟდები ლენუკაზე. სულ ესე იყო ეს? აი რაღაცნაირად ზოგადად ყველა ასაკში სხვადასხვანაირად კი ვითარდებოდა, მაგრამ ლენუკაზე ისეთ რამ ჭირს, რომ მე და ნიკუშა ჩემ ძმას ვეძახი მის შვილს. ერთ დროს დავიბადეთ რაღაც ერთად გავიზარდეთ და რაღაცნაირად ლენუკა ყოველთვის იყო ჯერ მეორე დედასავით და მე რო წამოვიზარდე და უკვე რაღაცებზე ჭუკჭუკი დავიწყეთ, ერთად მოგზაურობა, მივხვდი რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია თან და ხო რა, აი რაღაცა რო გიჭირს ისეთი რომ აი ვერავის ვერ უყვები, აი პირველი ეგ ადამიანი მისაც ურეკავ და დედა არ ეჭვიანობს? არა, დედა არ ეჭვიანობს, თორე იცის როგორ მიყვარს ლენუკა. დედა ჩემი რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს. მე აი ყველაზე ახლოს ამ მომენტში ვარ ლენუკასთან, ხო. ძალიან მაგარია, როდესაც ყავს თან ოჯახის წევრი ესეთი რომ დაეკონტაქტო. კარგ რჩევებს იღებ ხოლმე? კი. მეც კარგ რჩევებს ვაძლევ და ისიც. ანუ ორივე ეხმარებით ერთმანეთს. მაგაზე, ანუ აი მეგობრები ვართ რა ის არის, რომ აი მითხარი ახლა რამე ისა რომ განვიხილავთ და ეგ მომწონს. და რა არის თემები, რასაც უფრო მეტად განიხილავთ ხოლმე? ყველაფერს. აი მაგალითად თუნდაც დღეს აქეთკენ მივდივარ, ვიქით ხო არ ხარ და რაღაც გზაში შევხვდეთ ერთმანეთს. ჩემთან ხო არა მოხვალ მეუბნება, ან მე ვეუბნები ჩემთან ხო არა მოხვალ. შეიძლება რაღაცა პრობლემა მაქვს და პირდაპირ ურეკავ და ვეუბნები რომ ეს მოხდა. ან ის რომ კაი რაღაც მოხდა ყველაფერზე. ხო, არა ყველანაირ რაღაცაა. ძალიან მაგარია, როცა ყავს მეგობარიც, ხო, უნიშნულოვანესია, მაგრამ შენი ოჯახის წევრი რო ყავს გვერდში მდგომი და სულ გეგულება, რომელიც სხვა რაღაცაა ეგ. აი ხო, არ ელოდები თითქოს რაღაც განსჯას თუ რაღაც სხვანაირ რაღაცას და იცი რომ გულწრფელად გვერდში დაგიდგება. კი, რაღაცა ცუცას თუ აკეთებ, აბა ისე გითხრას რომ ხო, აი თქმას ხო გააჩნია, ხო, აი თქმას ხო გააჩნია, ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ შეიძლება ისე გითხრან, რომ მე აღარ უთხრა არასდროს რა. ეგ არის კი და ძალიან ხშირად ზოგადად მშობლებს ეგეთ რაღაცები ეშლებათ. ხა მე გამიმართლა ძალიან რომ გამგები ოჯახის წევრები მყავს, მაგრამ ნუ აი ბევრის გამსმენია როგორ აი პრობლემებია მათ და მიყვარს ეგეთი ისტორიები, რომ ჩემამდე მოდის, იმიტომ რომ რაღაცებს სწავლობ იქიდან, რაც მე არ მქონია გამოცდილება მაგალითად, აი სამომავლოდ რომ გავითვალისწინო, იმიტომ რომ ისიმ გაკეთა ძალიან კარგი რამ, ჩემი აღზრდის დროს რომ არ ქონია ის რომ აი ხლა არ ადგე და იმას არ მოკიდო ხელი, ან რამე ეგეთი რა, უბრალოდ ამბობდა რომ თუ მოკიდებ ხელს მომიღევი. და ანუ აი ეს უბრალოდ გადატანი მნიშვნელობით. ანუ ყველაფერს უყვებოდი, ნდობა გაჩნდა და არ ვატყუებდი რა. და ეს ნდობიდან მე უფრო სხვანაირი სიტუაცია ხდება რა, აი რაღაცა პრობლემა თუ გაქვს, შეგიძლია რომ მიხვიდე მშობელთან და რაღაცა შემოვლითი გზები არ გჭირდება, რომელიც უარეს მდგომარეობაში აღმოგაჩენს და ხო, აი ეგ კარგი მიდგომა ქონდა დედას სულ. დედის გარდა მგონია რომ ადამიანებს შორის ეგეთი მიდგომა სწორედაც რომ სწორად გლას მიგიყვანს, იმიტომ რომ რო აღარ შეგეშინდება რაღაც ამბის მოყოლის ჩვეულებრივ მოუყვები და არ მოატყუებ. და მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ. და ეგრე რომ ყოფილიყავი სახში რაღაცების დამალვა დამჭირება და ალბათ ძალიან უბედური ვიქნებოდი და ხო. ანუ ყოველთვის სიმართლე და რაღაცა ყოფნა გულწრფელი რო ხარ, მგონია რომ უფრო საინტერესო არის ოჯახური მდგომარეობაც რა, ანუ არ არის ოჯახი მხოლოდ იმაზე, რომ აღზარდო და გაუშვა ბავშვი, ანუ ურთიერთობებია და რაღაც კომუნიკაცია, თუნდაც ეხლა რომ ცალკე ვარ ის რომ ერთმანეთთან გვაქვს კონტაქტი მაინც ზუსტად იგივენაირად მაგას მიანიშნებს რომ ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა. იცი რა მაინტერესებს? ისე შენ რას ფიქრობ, რომ აი როდესაც შენი აი პირადი ოჯახური ამბები ხო არის ხოლმე, რომ აი მეგობრებს უყვებიან რაღაც ამბებს, რა თქმა უნდა მეგობრებსაც უნდა მოუყვე. ხო შენი რაღაც ამბები და ზოგი არის რომ აი თუნდაც რაღაც პირად ოჯახურ, თუნდაც რაღაცა თავის შეყვარებულთან რაღაც აი ეგრე არსებულ ურთიერთობებზე არ ყვებიან და შენ როგორ ხარ ამ მხრივ აი მეგობრებთან? ძალიან გახსნილი ხარ თუ გონია რომ რაღაც პირადები უნდა დაიტოვო და არ აზიარებ ან მეტნაკლებად? მე ვფიქრობ, რომ რამდენჯერმე შევცდი, იმით კი არა რომ აი მეგობარში კი არა შევცდი ის ინფოები რაც გავეცე მეგობართან, მაგალითად მე უარყოფითი იყო იმ თვალსაზრისით, რომ აი თუნდაც აი შეყვარებულზე მაგალითად რამეს თუ ეუბნები შეს მეგობარს უნდა გაითვალისწინო, რომ მე მომავალში შეიძლება
ის რაღაცა დაალაგდეს და ამას ის ნალექი ქონდეს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი არის შენ როგორ გზნობ ამ ადამიანზე და ის როგორ გზნობს ამაზე, იმიტომ რომ მისთვის პრიორიტეტი შენ ხარ. და მე აგრესია შეიძლება დაემართოს ან რაღაც. ეგეთ რაღაცები რო ადრე შემშლია, ამიტომ მსგავს რაღაცებზე მე საუბარი ჯერთი არ მომწონს და თან ჩემი პირადი რა ვიცი სოციალებში არ მიყვარს დადება, როგორც არ უნდა მიყვარდეს ჩემი პარტნიორი, არ მინდა რომ ყველა მიცოდეს და საერთოდ არ მინდა რომ იცოდნენ. იმიტომ კი არა რომ მალავან რამე, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაცები არის ცხოვრებაში, რაც უნდა ჩემთვის რაღაცნაირად გულში გქონდეს და არ იყვირო ამაზე. და რაც შეეხება ოჯახურ ამბებს თუ ერთმანეთში კონფლიქტი გვაქვს, რაღაცნაირად ჩემ ორმა საუკეთესო მეგობრებმა სულ იცის, იმიტომ რომ იქ არიან ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ახლოები არიან ჩემ ოჯახთან და ისინი ეუბნებიან ამ ჩემს მეგობრებს, ამ ჩემი ოჯახი ეუბნება ჩემ მეგობრებს, რომ აი ეს გვაქვს და მოგვეხმარა და მე ეს არ მიყვარს, მაგრამ ნუ რა გავაკეთო, ძალიან ახლო არიან და რაღაც ხრივ მომწონს რომ ახლო არიან. მაგრამ აი ნახეთ ან რა მომენტია აშკარად ოჯახურ ამბებზე შეიძლება რომ იმ ადამიანებს რაღაცები ოჯახური უფრო ოჯახსა და ჩემ შორის და არა მათი რაღაც პირადი. ხო, არა, მაგას ვამბობ და აი თუნდაც შენ შეყვარებულთან და უკვე შენ რო გეხება ის პირადი რაღაცები, უკვე მიხვდი რომ ხო ნუ ეხლა რაღაცა პრობლემა. იმიტომ რომ ბევრი არის რომ უყვება რაღაცებს და მე ბევრისგან გამიგია რომ აი ხო რატო თქვი და რაღაც უნანიათ ასე ვთქვათ, იმიტომ კი არა ცუდი მეგობარია, იმიტომ რომ მე შეიცურება იმას აზრი, ხო? მეც მინანია კი ეგ ვიგულისხმე. მაგრამ ზუსტად იგივენერად კარგად არის ყველაფერი ამ მომენტში, უბრალოდ ამიერიდან აღარ ვაპირებ ანუ ჩაძიებას დეტალებში რა. არ არის აუცილებელი ყველა დეტალი იცოდეს. შეიძლება მაგალითად თუნდაც აი რაღაც სირთულეები როცა გაქვს. კი, ძალიან გიჭირს და გინდა რომ ადამიანს გაუზიარო. აი ყველაზე ესეთი მომენტია, რომ აი მაგ დროს რომ იყო რაღაცას დაელაპარაკო და მარტო არ იყო შენს თავთან რა, მაგრამ ისე მე ალბათ ძალიან მაგარი შეგრძნებაა, რომ ამას ისე რომ გადაევლი, რომ სხვა არ გაიგო და რაღაც თითქოს უფრო უსაფრთხოდ გრძნობა რა თავს. მე მივხვდი რომ თუ ურთიერთობის მართლა შენების სურვილი გაქვს, აშენების სურვილი გაქვს, პირდაპირ უნდა ელაპარაკო შენს პარტნიორს რა კომუნიკაციით, უფრო რაღაც მდგრადი ურთიერთობები ყალიბდება და ჯობია რომ მაგას მივაწვეთ და არა განხილვებს და სხვებთან. აი ამაზე ვიტიროთ და ამაზე ვიფიქროთ და როგორ მივწერო მითხარე, ეგ არ ყოფილა ჩემთან, არ მიყვარს, ძალიან წინააღმდეგი ვარ, არ ვიცი როგორც არ უნდა ვენდობოდე ჩემს მეგობრებს, რომლებიც მიყვარს ყველაზე მეტად. მგონია რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში სხვისი ლექსიკონიც არ უნდა იყოს რა. იმიტომ რომ ეს თქვენი სიტუაცია უნდა მოგვარდეთ, ისაუბროთ, თუნდაც რაღაც შეგეშალოს. ანუ არ არის აუცილებელი რაღაცა იდეალური იყოს. აქან მე კიდე ის არ მესმოდა არასდროს ბავშვობაშიც მესმოდა ხოლმე თინეიჯერობის დროს. აი ვიღაც გოგო იტყოდა რომ აი ხა მე ეს დავდე მე ამან ეს ნახოს და მე ის რაღაც თქვას და მე რაღაცა ტაიმერით ამას ისე ვპასუხ. აი ეგეთ რაღაცები სულ ისმოდა ხოლმე ჩემ სკოლაში და ვერ ვიგებდი ამას, იმიტომ რომ მე ძალიან პირდაპირ ვიყავი და ხანდახან ეს არ მოწონდათ მაგ პერიოდში, აი ვისაც ვეპრანჭებოდი მაგალითად, რომ რაღაცა მალე პასუხობ და მე ვერ ვიგებდი. ანუ რავი, ტელეფონი ხელში მეჭირა და გიპასუხე. ხო, რო ამბობენ, რომ აი ხო მიუწვდომელი გოგოები რაღაცა. იმიტომ რომ ეგ არის ნიღაბი, არ არის ნაღდი და რა ვიცი, მე მეზარება ეგეთ რაღაცები. მე მეყვარს თავისუფლება ის, რომ აი პირდაპირ ხო, რა ტელეფონი ხელში მიჭირავს მართლა და მოგწერე გიპასუხე. ვერ მოგატყებ რომ არ მეჭირს, რომ ხედა ყოველთვის იცი რომ ხელში მაქვს, ან გვერდზე მინდავს, ანუ რატო უნდა მოვიტყო ამაზე. აუ არ მახსოვს სახელი მე. ეს მოგწონს? კი, ეს ძალიან კაია. გასინჯა შენ? მე დიდად არ უკვეთავ ხოლმე ამ ხელს, მაგრამ ეხა ისე გემრიელად მიირთო. დავინტერესდი. ხა გაცივდა, მაგრამ დიდია. დავაგვიანე. ვაღია. ძალიან კაია. აი ეს როგორ უნდა ვჭამობ ხელით? ალბათ ხელით უნდა ვჭამოთ. აი ეს დაიჭერ ნამცხვარივით და უფრო გემრიელად ჭამა გამომცხვარს. ეს დიდია. ხო, ვერ დაიჭერი ჭხირით. ძალიან კაია. მუკბანგი გვაქვს ანუ. გიჟდები მუკბანგებზე. მეც. და როცლობ ხოლმე რომ არ ვჭამო მუკბანგებს უყურებ. მე ძალიან კი მშვიდება, მაგრამ თან რაღაცნაირად ვიკმაყოფილებ. არა, დავაგებდი ახლა ვერა.
ეგრე ვარ დალაგებაზე. რა მე ძალიან OCD მაქვს და რა ვცდილობ რომ არ ვალაგო. TikTok-ს ვსნი და დალაგების ისინი მაქვს. სულ მაქვს. ანუ გინდა რომ სულ მიმშვიდებ თავს. ან მომწონს რომ ხედავ ყველაფერს გაწკრიალებულს და ვხედავ რომ ყველაფერი თავს ადგილას არის და წვერი არ არის და აი ყველაფერი წკრიალებს და ეხლა ხო წარმოგიდგენია მარტო რომ გადავედი რა ხდება ჩემთან ყველაფერი წკრიალებს. ანუ სულ შემდეგ არის ეგეთი. აი მაგალითად მივირთვე ეს ომლეტი და რაღაცები რომ მოვრჩები ჭამას, გადავწმენ და ამ ყველაფერს ავიღებ, ეგრევე გავერცხავ და მე მივირთვე ყავას თუ მინდა. ანუ არ გადავდებ ამას. გადატანის მნიშვნელობით რაღაც რამდენიმე ეპიზოდი ამ კითხვასაც სვამ, ოღონდ სხვანაირად ჟღერს, მაგრამ ნუ ამ პოდკასტს ესადაგება, რომ აი მადას რა გიღძრავს ცხოვრებაში, ოღონდ სხვა მიმართულებით რა განიჭებს სიამოვნებას, იგულისხმება, არა ჭამა. რისიკეთება გიღძრავს მადას ცხოვრებაში ზოგადად რა. მუსიკა. არაფერ კავშირში არ ვარ მუსიკასთან, მაგრამ მელომანი ვარ. კოლექციონერი ვარ ფირფიტების. და ისე ჯაზი ძალიან უხდება მაგ ვინილებს რო უკრას. მე მაქვს Jazz for Lovers არის ერთ-ერთი ფირფიტა. და არის The Best of რა ჯაზმენების. აი ისეთი მაგარია მართლა და რაღაც გარემოს რო შექმნი ამას ცოტა მუსიკა ხმადაბალს რო ჩართავ და რაღაცაც მართლა რო წრუპავ ღვინოს ან რაღაც მეგობრებთან ერთად. მნიშვნელოვანია ესენი რა ქვია, არამთავარი განათება. ხო, რა თქმა უნდა. ლამპებში ვარ და სანთლებში. ხო, ეხლა სანთლები ესე არ მაქვს, მაგრამ აი ეს არ მიყვარს ზემოთ რო. ზედა არა, რა თქმა უნდა. ეგ მაგ დროს არ უხდება თორე. და ხო, ნუ თავარი ვინილი ალბათ ჯაზიდან არის. Miles Davis-ის დუბოპი ვიპოვე 5 წლის შემდეგ 5 წელი ვეძებდი. რაღაც ვიდეო გავარდა Instagram-ზე დავდე, მე და კრისტი ჩავედით ათენში და ჯერ სასტუმროში არ ვიყავით მისული, გავატარე ამ ვინილის მაღაზიაში. კი და ყველას ვეკითხები, სულ აი ამ კითხვას რომ ხო არ გაქვთ შემთხვევით Miles Davis-ის დუბოპი, ოღონდ სულ ესე ვეკითხები, იმიტომ რომ არ მჯერა რომ ეკნებათ და გვაქვს ერთი ცალიო წესითო და წესით და ნუ აი ეს რომ დავიჭერე ახლა შეხუნა გადავიხადო სანამ გადავიხდი ანუ ეს რომ მიჭირავს ისეთი რაღაც დამემართა რომ ეს ცრემლებისაც წამომივიდა რომ ვერ ვიხდიდი ფულს. ანუ ესე ვიდექი და აი ხო იცი რომ უნდა ამოისურვო რომ კითხო მაგალითად რამდენი მოგცეთ ან რაღაც ხო უნდა ქნა ვერ ვაკეთებდი ვერაფერს. და კრესიმ გადამიღო დამცინო და ვტიროდი ეს მონაპოვარი მოიტანა. ანუ აი ჩარლის მოყვანის შემდეგ ყველაზე ბედნიერი მომენტი ეს არის. რამდენი ვინილი გაქვს დაახლოებით? ჯერ ეგეთ ბევრი არ მაქვს 35 ან 38 მაქვს ჯერჯერობით. მეგობარი მყავს რომელსაც რაღაც 150-ზე მეტი აქვს. ჯერჯერობით არ მაქვს. ხო, მაგრამ ნუ პროცესში. მაგრამ აი ჩარკვიანის ამო მაქვს 150. ხო, ეხლა რომ გამოვიდა ხო იმაში რა გვინილში, ხო. ეგ არ მაქვს მე. აი ესე ვიჯექი ლეპტოპთან. ის 40 წელი უნდა პოდკასტის საიტზე გაყიდულიყო. ბარათის ხელში მეჭირა, ოღონდ აი 9 საათ ადრე დავჯექი ესე. და ეს თუ არ მოხდებოდა, მაშინ უნდა უკვე წავსულიყავი მუტანტ რადიოში, რომ დავმდგარიყავი რიგში, იმიტომ რომ ეგ რო არ მეყიდა გავგიჟდებოდა. ხო, არა, ძალიან მაგარი ვინილია მართლა. 140-იც არის სულ. და წარმოგიდგენე, როცა ავიღე ეგ ფირფიტა, რომ წამოვიღე პოდკასტიდან, მაგ დღეს მახსოვს მემორი გავხსენი, Facebook-ის მემორის ხსნი სულ და წინა წელს მაგ დღეს დამიწერია სტატუსი იქნებ დამეხმაროთ ჩარკვიანის ვინილი არ მაქვს თქო და ძალიან მინდა რომ შევიცინოთ თქო და დამიწერეს კომენტარები რომ არ გამოუშვიათ არასდროს. ერთ წელიწადში მაგ დღეს ხელში ვიჭერ. აუ რა უცნაურია ხო ესეთი დამთხოვები? კი, მაგ მომენტში მომხმარ ბედის წერის ამბავია. და ჩარკვიანი დამეყვარს. ხო. და ისიც რაღაცას რო აი არის ვიზუალიზაციას თუ მანიფესტაციას თუ რაღაც შემთხვევით ლოცვა ჩვეულებრივად. ხო რაც წარმოგიდგა დაიჯერებ წმენა რაღაცა ეგ რაღაცნაირად ლოცვა იმიტომ არის ძალიან ძლიერი რომ ანუ მანიფესტაცია არის იგივე ამ რაღაცებს იმეორებ შენ თავთან და რაღაც კოდებს დებ შენს თავში რომ მე უფრო კარგი იყო ჩათქმულ რაღაცაში. და გაიკეთებია შენ და გაგსრულებია ასრულები ეგრე? წერ არის მე სულ ლოცულობ 24 საათი. ჩემთვის ღმერთი არის ჩემს ტვინში, ჩემს გულში და ასნერად რა ფიქრებსაც ვაწვდი, მაგას ვეძახი ლოცვას და თითქმის სულ მაგას ვაკეთებ. სულ მაგ კონტაქტი ჩემს ტვინში და ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს აი რაღაც დავჯექი და ეს დავწერე და ეგ რაღაცები არ მიცდია რა, მივხვდი რასაც მეუბნები. აი მანიფესტაცია ხო, რაღაც ტექნიკები როა, ხო? არ მიცდია ეგ რაღაცებს.
ანუ შენებურად იმაშვები. და ამართლებს, აი თქვათ რაღაცა რომ ხონია სიტუაციები, რომ აი ეს მინდა რაღაცა ფიქრობ და მართლაც აქ ხდენია? იცი როგორ ფიქრობ მე? რაღაც ძალიან რო გინდა და რო ხდება, ძალიან მადლიერი ხარ და ასეთ ხო აბრალება მანიფესტაციის ყველაფერი. რაღაცა რო არ გამოდის, არ უნდა თქვა, რომ ეს არ არის ძლიერი, ეს უბოდის არის, რომ არ იმსახურებდი მაგ მომენტში, ან სხვა რაღაცას იმსახურებდი. ნამდვილია დავდარდობ ხოლმე რაღაც რო არ გამომდის. ხო, ალბათ შეიძლება ესე ყოფილიყო და უკეთესი არის გზაზე. ხო, იმიტომ რომ აი დრო რო გადის რა, იმაკეთად 2 წლის წინ რაღაცას დავდარდობდი, რომ მაგათად ეგრე რატო არ მოხდა. ახლა რაც ხდება მაგ განხრით, ძალიან მადლიერი ვარ და ამ მომენტში გადმოსახედიდან მათვისნობიერებ, რომ ეს ურჩევნია ნატალიას რა. ანუ ის არ იქნებოდა სწორი ჩემთვის, ამიტომ არ მივსტირი ხოლმე რაღაცებს, რაც არ გამოდის ხოლმე, რაღაც იმაკეთად ბავშვობაში რო იყო ხოლმე, რომ აი იმას არ უყვარვარ და მე მიყვარს. შენ არ გიყვარს, ნებოდ იდეა მოგწონს, რომელსაც წარმოიდგენ ამ ადამიანს, აი მაგალითისთვის. ან მაგალითად საქმე არ გამოვიდა ისე, როგორც გქონდა მიზნად, მე მიხვდები, რომ ეს კარიერულად სხვაგან ხარ და სხვა რაღაცა გაინტერესებს. და ნუ აი ასე შემდეგ რა, ეხა არ გულისხმობ მაგათაც ჯანმრთელობის кейსებს და ხო, ეგ ხო. მაგრამ ხო რა, ნუ ფიქრობ, რაც გულით გინდა და რაც გულით შენია, აუცილებლად შენამდე მოვა და თუ არ მოვიდა, ნუ არ არის შენი უბრალოდ და რაღაც ახირება, ასე ვთქვათ. ხო, მართალია, ყველა ამაზე რო დავფიქრდეთ, მე მგონია, რომ სხვანაირად დავსტრესავთ ჩვენს თავს და პირიქით, უფრო დიდი იმედით დავიწყებთ ახალი ამბების მოსვლას ჩვენამდე, რომ მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური ვარ, მაინდსეტით. როგორ არის მაინდსეტი ქართულად? აზრობრივად. ხო, აზრობრივად გქონია, რომ პოზიტიური ვარ, იმიტომ რომ რაღაც სიტუაციებში მაგალითად ბოლოს რაც მახსენდება მსგავსი, რომ მაგალითად მოგიყვანო, არის კრისტის კონდა ჩვენება 8 საათზე უნდა გავსულიყავი სახლიდან. და ვიყავი ჩემებთან. მე და ბებოს უკეთებდი მაკიაჟს ჩემს ოთახში. და როგორი სახლი გვაქვს, იცი? აი მუხის კარები აქვს ძალიან მაღალი ამ ჩემს ოთახს და ფანჯარაში არის გისოსები, რომლენიც უყურებ ჩემს უკანა ეზოს. ფიზიკურად სახლში ვერ შემოხვალ. თუ ჩვენ არ ვართ გარეთ. ბებოს რო უკეთებდი მაკიაჟს, რაღაცნაირად ძალიან ძლიერად დაკეტა კარები და მესმის ხმა რკინის და ბებო მეთქი გასაღები სად არის და უკანო და მეთქი რა ქენი ახლა ჩაკეტე? მე მგონი კიო და ვერ აღებს და ხვდებით რომ ჩავიკეტეთ და ბაბუჩემი ვერ დადეს დედაჩემის მამა და ის წევს ამ მომენტში და თან ვერაფერს ვერ იზამს მაგ მომენტში და თან გაზზე უდევს თურმე სადილი. კეთ ისტერიკა გვაქვს, უკვე არ გვადარდებს ეს ჩვენება, ხო ფიქრობთ არ დაიწვა სახლი ან რამე და ყველა მხარეს არის ეს გისოსები. და მე ვამბობ, რომ არის პანიკურად, მე ეს ჩემი კატამეჯეროს იმას ვამშვიდე, ბებოს ვერ ვამშვიდე ფიზიკურად. და ვარ ძალიან chill guy და ვერ ხვდება ბეჭემი რატომ? და რომ ვეუბნები მეთქი თუ მორჩები ჯაჭკურს, მაშინ დავამტრო. ვერ დაამტრო მეუბნება. მეთქი ანუ აი მგონია რომ აი რაღაც მომენტში თუ რაღაც საჭიროება არსებობს, შემიძლია რაღაც ეს მაგი და ავწიო. იმიტომ რომ არა რომ ეგეთი ძლიერი ვარ, უბრალოდ იმიტომ რომ აი ეგეთი სურვილი მაქვს მაგ მომენტში. ხო, ანუ ეგრე მჯერა, იმიტომ რომ მომხდარა ეგეთი რაღაცები, რომ აი რაღაც ძალიან რო გჭირდება რა, სიმძიმე, ცოტა ფიზიკურად ეწინააღმდეგები რაღაც კანონებს მაგ მომენტში. ნუ არ მიშვებს ამის დამტვრევას და მე რაღაცნაირად ჩემი პატარა დეიდაშვილი მოვიყვანეთ, საიდანაც გადმოცვლა, რომელიც მოვიფიქრეთ ესე და ანუ ძალიან მშვიდად გამოვედი აქედან. ხო და ვერ ხვდებოდა ბებეჩემ, რატო ვიყავი ძალიან მშვიდად და მაგ მომენტში ისეთი პოზიტიური ვიყავი, რომ რაღაცნაირად მშვიდი მუსიკა ჩავრთე, ველაპარაკებოდი, ვამბობდი რომ უნდა დაველოდოთ. ან უნდა დაველოდოთ, ანუ დავამტვრიოთ და ანუ სხვა გზა არა გვაქვს და უნდა მშვიდად ვიყოთ. ეგეთ სიტუაციებში ამ მაინდსეტით რო ხარ, რაღაცნაირად ლაგდება. ის მომენტი, ხო, ანუ აი პანიკური, რაღაც ნერვიულობა, კარგს არაფერს არ მოგიტანს და თან ისე საღად ვერ აზროვნებ, რომ რაღაცა პრობლემები გადაწყვიტო. ხო და აი ეგ რაღაცები დავამუღამე ჩემს ფსიქოლოგთან რო ვიყავი. 4 წელი გავიდა, ხო. 4 წლის წინ 8 თვიანი თერაპია მქონდა და მაგის მერე ეგ არის. მაგაზეც მინდა კითხო, შენ როგორც მახსოვს რაღაც 2023-ში გქონდა, ხო, რაღაც დეპრესიული პერიოდი. ისე რატო დაგემართა? რას ფიქრობ?
არ ვიცი. ეგ იყო უფრო მე მგონია რომ რაღაცებს, ასე ვთქვათ, აი ცოტა როგორი რაღაცა იცი, პირდაპირ ნიშნობით რაღაც კარადები რო აქვთ სახში, რომელშიც ყველაფერს ყრიან და ყველაფერი რო ერთად არის ადღრაზნილი, ანუ პროდუქტით შეიძლება მან აღმოჩნდეს და ტანსაცმელიც და ნავთალინიც და ფეხსაცმელიც და რაღაცა მტვერსასრუტიც და რაღაც მომენტში მიქაურობა ძალიან ჭუჭყიანდება რა. ხო და იმ ჭუჭყზე ავედი ჩემს გონებაში რომ აი შველაჭირდებოდა და მე ხო ნუ 8 თვე განვიხილავდი ყველაფერს თერაპევტთან და ასე ვთქვათ ყველაფერი გამოვალაგეთ, გავასუფთავეთ, გავაწყრიალეთ და ისე დამაწყობინა ყველაფერი რომ ჩემით გავაკეთე ეგ. ანუ ის არ იყო რომ ეხა ნატალია შენამდე კიდე ეს ქენი და ესე იფიქრე. აქ იყო უბრალოდ გახსნა ყველაფრის და მასწავლა როგორ ავირიდო თავი არეულობას. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, რომლებიც შეიძლება ებრძვიან ეგეთ ამბავს რა და შეგიძლია შენ რაღაც პატარა არჩევასავით, რეკომენდაციასავით მოკლედ თქვა რა გჭირდა, რა გამოვლინება გქონდა და თქვათ როგორ დაგეხმარა ფსიქოლოგი. ბევრი რაღაცები ერთმანეთს მიედო და ეგ რომ მჭირდა, ანუ ესე ოფიციალურად ეძახი მაგას დეპერსონალიზაციას. ვერ ხვდებოდი, ანუ აი ჩემი სული და სხეული შეიძლება რაღაცებს ერთად აკეთებდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდი რომ სახში ვიყავი, ასე ვთქვათ. ხო, ან მიჭირდა ხალხის ნახვა და ჩემი ოთახის გარდა ყველაფერი მეუცხოვებოდა. ისტერიული შეში მქონდა სიკვდილის და იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი იმის იქით რა იქნებოდა. ეს ყველაფერი ხო, ну აი გარეთ ხვდებოდი ცუდად, ვერ ვქაჩავდი. ანუ ადამიანებს რო ხედავდი, იქ ჭედავდი რომ უნდა წავიდე და ეს ახლა ტაქსის გამოძახება იქ ვჭერ ჩაჯდომა და უკან მოbrunება, იმიტომ რომ მე ამაზე ძლიერი ვარ. ერთ ღამეში იმდენჯერ მოხდა რომ შველა მჭირდებოდა და ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თერაპია, კარგი თერაპევტის მოპოვება და ისეთის არა, რომელიც დანიშნულებას მოგცემს სწამლის, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები, რაც მაგათ მე მჭირდა და ბევრს ჭირს საერთოდ საქართველოში, რომლებიც მაგათად ქსანაკს და მსგავს დამამშვიდებლებს იღებენ, ეგ ძალიან ცუდია, ეგ არის ჩვეულებრივად, რა ქვია, ქართულად ბენდეიდი სანტავი კი რა ქვია მაგას ქართულად. რო იკრობ ჭრილობას. ხო, ძალიან მიჭირს ხოლმე 4-იანის ერთმანეთი ჟარევა მაქვს ხოლმე. ხო, დროებითი შეფუთვა ჭრილობის. არაფერი არ არის მანდის რომ მაგათად ამას კურნავ და ამიტომ წამლის მომხრივა რა თქმა უნდა ისეთ სერიოზულ დაავადებებს როგორც არის მაგათად ბიპოლარული აშლილობის რაღაც რთული ფორმა მაგას ჭირდება წამალი და აუცილებლად უნდა დალიო ის რასაც გეუბნება შენი ფსიქოთერაპევტი, მაგრამ როდესაც ფოთვა გააქვს და ეს ყველაფერი მაგისკენ მიდის, წამალი აუარესებს, ანუ ის მომენტი ხარ რაღაცნაირად მშვიდად ვითომ, მაგრამ ეს გონია რომ რაღაცნაირი სქემა არის, რომელიც უფრო დიდი ხანი დადიხარ ამ შენს თერაპევტთან, უფრო ამდიდრებ ამ რაღაცა წამლის კომპანიებს და შენ მაინც ცარიელი ხარ და ხო, ძალიან რთული არის თერაპიის პროცესი, არ არის მარტივი, იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს ეჭიდები, რომელიც ხშირად რაღაცნაირად გატირებს, ამაზე გაფიქრებს და ხვდები რამდენი რაღაცა მივიწყე საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ რაღაცნაირად ისე მისწრაფოდი, რომ აღარ ფიქრობდი ბავშვობის ტრავმებზე, ან რაღაც გამოვლინებებზე და მე ხვდები რომ უნდა მიხედო და ხო, ჯობია რომ მივხედოთ მაგას. იმიტომ რომ აი ძალიან რთულია, როცა შეტოპილი გაქვს მაგაში რა. აი საკუთარი თავის სიყვარული რას ნიშნავს? იმას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული ჩემი აზრით, რომ მაგალითად რაღაცები ადრე საკუთარ თავში არ მომწონდა. ეს მარტო გარეგნობას არ ეხება, ხშირად მარტო გარეგნობას ლაპარაკობენ. შეიძლება გარეგნობაშიც რაღაც არ მოგწონდეს შენი თავი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უფრო ლაპარაკობ იმ შენს რაღაც ცდილობ თარგმნო ხოლმე ქართულში გადმოვიყვანო სიტყვები და ძალიან მიჭირს. საიდან თაგვი ინგლისურად თუ? ამ მომენტში ინგლისურად. Personality რა, შენი პერსონას რაღაცა თვისებები, შენი პერსონის თვისებები არ მოგწონს, მაგათად როგორ გაეცი პასუხი ვიღაცას წინა დღეს, ან როგორი არ ვიცი.
ემოციური იყავი რაღაც შეხვედრაზე. ბევრი რაღაც არის, რაზეც მე ნერვიულობ და ამბობ რომ ეს როგორ არ მიყვარს ჩემ თავში, მაგრამ რაღაც ეტაპზე უნდა მიხვდე რომ ხარ ადამიანი, რაღაცა ნაღდი არსება ხარ რა, არა ხარ ფაბრიკაში დამზადებული რაღაც ბოთლი მაგალითად, რომელიც იდეალური უნდა იყოს. აი უნდა შეიყვარო ეგ ყველა შენი ნაწილი, თორე ეგ თუ არ იქნება, მე აღარ ხარ ორიგინალური. არა, confident. თავდაჯერებული. თავდაჯერებული. მაშინ აღარ ხარ თავდაჯერებული და თავდაჯერებულობა, როდესაც გაკლია, ნაკლებად ლამაზი ხარ. ოღონდ მართლა. აი რო შეხედო თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შეიძლება რაღაცა ნორმებში სამყაროში იყოს რაღაცა ულამაზესი ქმნილება, შეიძლება ისეთი ლამაზად არ მოგეჩვენოს, როგორც თავდაჯერებული ადამიანი. Იმიტომ რომ სხვა ენერგია მოდის, აი ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ ეს რა ლამაზი ქალია და ვერ მიხვდა რომ ვიზუალ აპარაკობდი და ვამბობდი რომ აი ის, იმიტომ რომ აი რომ შემოვიდა ეს ქალბატონი, ყველამ გავხედეთ, იმიტომ რომ აი ის შემოიტანა რაღაცა ენერგია. ხო, ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველაფერი თავის თავში. იმიტომ რომ ამაზე იმუშავა, დაჯდა და იფიქრა, რომ უი, ეს არ მომწონს. კაი, არა უშავს, მე ეხლა მეცოდინება ეს და რაღაც სხვანაირად გავაკეთებ ხოლმე რაღაცებს. და ნუ ეს მუშაობა შენ თავზე მგონია, რომ აი მაგ ეტაპამდე მიგიყვანს. ბოლოსკენ მივდივართ და ერთი ცვალებად ნიშნავს მინდა შევე, ხო? მგონია რომ შენ პროფესიულ ამბებშიც ბევრი რამ გასწავლა და თან იქ კარგი ის არის რომ უფროსებისა და უმცროსების ურთიერთობა არის სულ გამოკვეთილი და ამას უყურებს დღევანდელი საზოგადოებაც, რაც შეიძლება მე რაღაც შეიმეცნონ. აი შენ რას ფიქრობ, რა შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გამოვიტანოთ, რაც უფროსმა და უმცროსმა თაობამ დაიჭიროს და დაიმახსოვროს, დაფიქრდეს. თითქოს არ არის ეს პრობლემა, მაგრამ საქართველოში რომ იგებენ რომ მაგალითად დამოუკიდებლობა უნდათ ახალგაზრდებს, ვერ ხვდებიან, რისთვის ჭირდებათ. რადგან ყველაფერი იდეალურად არის სახლში, მაგათაც ნატას პერსონაჟს გულისხმობ. იდეალური სახლი აქვს, ოჯახი ყავს, რომელიც მაგალითად არჩენს, მიყავთ თავიანთი მანქანით უნივერსიტეტში, ყველაფერი აქვს. კერძებსაც თვითონაც უმზადებენ და ვერ ხვდებენ რატომ უნდა ნატას გადასვლა. ხო და მაგაშია მთელი მუღამი, რომ რაღაცა ეტაპზე ახალგაზრდას ეწყება ფიქრები, დღეს რო ვდგები, შეიძლება არავის არ ვკითხო მაგალითად, რომელ წამს დავლიო ყავა, მაგალითად რომელი კურტუკი მოვიცვა რო გავდივარ, აი ეგეთი დეტალები ძალიან ჭირდება ახალგაზრდას რომ გაიაზროს, მაგალითად არ კონდეს რაღაც მაგ მომენტში და თავისით ადგეს და აიღოს, ან მოიტანოს, ან იშოვოს და ეგ დეტალები ძალიან ზრდის პერსონად აყალიბებს. ხოდა ჩვენს ქვეყანაში ძალიან არის ეგ მოდებული არანაირ მინდა რომ დავაკნინო და რა თქმა უნდა, მაგრამ აი დიდი ასაკის მქონე ადამიანები ოჯახთან რო ცხოვრობენ და მაგათ გარეშე რომ ვერ წარმოუდგენიათ თავი. მე რა თქმა უნდა მესმის ოჯახის პატივისცემის ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ოჯახი. მაგაზე მეტად არაფერი არ მიყვარს სამყაროში, მაგრამ მათთან ერთად ეს ეტაპი არ მინდა გავიარო, რადგან ძალიან ინტიმურია, უნდა შენ თავთან იყო. რომ მე უფრო კარგი იყო და ჩვენს ქვეყანაში ძალიან უჭირთ გააზრება იმის, რომ შეიძლება ახალგაზრდას მარტო უნდოდეს ყოფნა და ეგ თემა ძალიან კარგად არის ახსნილი ცვალებად ნიშნებში. ბევრი რაღაც მეგონა რომ უფრო სხვანაირად იქნებოდა სერიალში არ მოგატყუებთ, როცა პირველად გავიგე. მეგონა რომ Sex Education-ის ნაირი სერიალი იქნებოდა და მგონია ვერ გაბედეს თვლად ეგ ყველაფერი, მაგრამ მე თუმცა ვიცი რა იმ რაღაც სცენები იყო, ხო, ნუ თემატიკა, ნუ აი რაღაცებს განიხილავდნენ. ეს იყო ძალიან საინტერესო. მე ვისურვებდი მეტ მაგ თემაზე საუბარს და მეტ გეი თემაზე საუბარს, რომელიც არ ყოფილა და ხო, მაგრამ მასწავლა ამ სერიალმა ძალიან ბევრი რაღაც, რაც არის ის, რომ ძალიან მინდოდა სამსახიობო გამოცდილება, რადგან რეჟისორობა მინდა და მაგის გამო მუშაობ კინოში,
კინოსფეროში, კამერის უკან. რაღაც ყველანაირი დეპარტამენტი გავიარე, რაღაც ტრანსპორტის, ლოჯისტიკის უფროსიც ყოფილვარ და კასტინგზეც ყოფილვარ და production manager-იც და ყველაფერს ვაკეთებდა. აი ეს სამსახიობო გამოსვლება ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ მან ერთ-ერთი მონოლოგის გადაღების დროს დამემართა ეს ფოტვა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში გავდიოდი პირველად ამ თერაპიას და ძალიან მიჭირდა. რაღაცნაირ სიცხეში შარდენზე გქონდა გადაღება, ყველა ნიკიტკენ იყვნენ და აი კამერა იყო მარტო ჩვენთან და რაღაც მამაკაცი მოვიდა სუნამოების მოყიდვას ცდილობდა, როცა ვიღებდით და აი ამ სიცხეში ამ ხმაურში ძალიან ფოტოები დამეწყო. და მახსოვს რომ ჩვენი რეჟისორი სოსო მოვიდა და რაღაცნაირად ისე მომიყვანა აზა და რომ ის ტექსტი რომელიც დაზეპირებულიც მქონდა უკვე დამღემებული მქონდა როგორ უნდა მეთქვა რაღაც ყველაფერი უკვე დავიწყებული რომ მქონდა ამ სტრესის გამო რაღაცას დააჭირა რა ჩემს ტვინში და გამომივიდა. ანუ გამოცდილება. კი, აი რაღაცნაირად დამელაპარაკა და ეგ ძალიან მჭირდებოდა. იმიტომ მჭირდებოდა რომ სამომავლოდ მსახიობთან ძალიან კაი კომუნიკაცია მქონდეს. აბა მომიყევი რა. ესე იგი, ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აქ არის ახლა რამდენიმე სახეობის შოკოლადი და რომელიმე შეარჩიე და მითხარი რომელს დააგემოვნებ და პირველი ლუკმის მერე რა გასდა დაგეუფლება. ოკეი. მოდი ახლა შევხედოთ რა არის. პროტეინ ბარებია? ხო. გიждები პროტეინ ბარი. ფისტაშკა. ძალიან მიყვარს. კოკოსი არ მიყვარს. ეს მე მგონი ვაფლია. ეს ჰეიზელნატი თუ არ აქვს. ეს მიყვარს, მაგრამ ფისტაში. მე მიყვარს დახარისხება იმების მიხედვით. კარგი. თუდად ვხედავ. ეს კარამელი. არ გიждები პინაძე ეგრე ძალიან. Milk and cashew. ეს უფრო ზემოთ. კაი, აი ესე არის ჩემი სიყვარულები. მოდი მაშინ ფისტაშკა უნდა გავსინჯო ვეჭვი. აბა, დააგემოვნე. შეგვიძლია შევიძინოთ სპარის ფრესკოს და ახლა უკვე აგროჰაბის ფილიალებში. დაანგემრელია. მე ვგიჟდები ფისტაზე. და ძალიან მიყვარს პროტეინ ბარები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხვდები ეგეთ სიტუაციაში, რომ დილით სადღაც მიურბივარ ვერ საუზმობ, მე სხვაგან მეჩქარება და არ მაქვს იმის დრო, რომ სადმე გავჩერდე და მიყვარს პროტეინ ბარები და სულ მიჭირს ხოლმე პროტეინ ბარის არჩევა და ახლა შევარჩევ ხოლმე მარტივად. მგონია რომ ეს არ იქნება ტოპ აქედან. ხო, ჩემი გამოვნებით ეს არის. სპარი ფრესკო აგროჰაბი, აქ შეგიძლია შეიძინო. და ბომბარი გადმოგცემს აი ამ სასაჩუქრე ყუთს და შეგიძლია სხვადასხვა გემოებიც გასცემ. მადლობა. მადლობა შენ. და ხო, კიდევ ერთი. ასევე ფაფინას არ გტოვებ საჩუქრის გარეშე. ვაი, მე ძალიან გაუხარდებათ ჩემთან. აი ესეც შეგიძლია რომ მადლობა. მართვა გემრიელად მიირთვი. გემრიელ შვრიას გავაკეთებ. კი. და შეიძლება ესეც დავამატო რაღაცნაირად. საინტერესო რამ იქნება, საინტერესო მიქსი. მიქსი ამორეს. შვენიერი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. რომ იყავი ჩემთან ერთად. კიდევ ერთხელ ულევ წარმატებას გისურვებ და რა ვიცი, მე მგონი კაი გამოგვივიდა რა. ეს ძალიან კაი გამოვა. მოკლედ, ჩემი სტუმარი იყო ნატალია ყიფშიძე. თქვენ კი კიდევ უნდა გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, ადევნოთ თვალყური. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. დროებით.